ფაჯრიდან გავიხედე, უკვე შემოსული იყო 3 პიროვნება ეზოში. არც ერთი არ იყო ჩემთვის ნაცნობი. გავედით მე ეზოში. ერთ-ერთმა ქალბატონმა კითხა, ამ მაისურებით რომ დადიხართო, ქართული ოცნების მაისურებით, ქართული ოცნების ლოგოთიო. იცით თუ არა რომ თქვენო კანონს არღვევთო. თქვენ ესე იგი წინასაარჩევნო კამპანიას ეწევითო და ამის უფლება რო არა გაქვთ, იცით თუ არაო. თქვენ მაინც განკონკრეტეთ რომელი კანონის მიხედვით, რომელ კანონს ვარღვევთო. არ ვიციო ის კანონი. მე მკითხე კი, მაგრამ ესე შეკითხებს რომ ისვამ თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით, ვინ ახათ პირადობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი რაღაცა მანახეთ თქო. არა გვაქვსო. ჩვენ ისე ვართო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიო. არც ორგანიზაცია არ დაუსახელებთ. წავიდა? ამის შემდეგ თან დაიწყეს ფოტოების გადაღება. თქვენ გადაგიხეს? მეც და ანასაც. მე დააპირეს წასვლა, როცა კატეგორიულად მოვთხოვეთ რომ ვინ ბრძანდებითო, დაიწყეს გასვლა ეზოდან. მე არ გავუშვი ეზოდან. დაელოდეთ მეთქი სანამ პოლიცია მოვა, უნდა დავრეკო პოლიციაში რომ დავაზუსტო მიხარ. მოდიარით ნანული კურაჟმოვთან კარგი კაცური ყავსულიყავით, ამ წელს შეუნიშნეთ გამგებლის მანქანა. მოიყოლა ვიღაც უცხო პიროვნებები, რომლებიც შემოვაჭრნენ ოჯახში და გვითხრეს არ ქონდა უფლება ამ მაისურებით გვეულო კარდაკარზე, რადგან ვარღვევდით უფლებებს, ოღონდ არ გვითხრეს რა უფლებები და რა კანონს ვარღვევდით. აგიტაციას ეწევით ამ მაისურებით და არ უნდა იაროთ ამ მაისურებით. როგორც წეს გამართი სამთავრობოდან ვართო, პირადობები გვანახეთ, რამე საბუთი რომ ნამდვილად არა სამთავრობოდან ვახეთ და არაფერი არ გვაქვს აქ. გარეთ გვაქვს მანქანაში დატოვებულია. და უთხარით პოლიციაში დავრეკავთ და წავედი.